სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. წმინდა მამები ორი დიდი სათნოების შესახებ, ოთმინებისა და დუმილის შესახებ. ღმერთს ემსგავსება ის, ვისაც წყენის პატიება შეუძლია. შეურაცხყოფის უდორწმინველად დამთმენი სიკვდილის შემდეგ მოწამეთა დასს შეუერთდება და უფალთან ისე ახლოს იქნება, რომ მისი ლოცვებით შესაძლოა მისი შეურაცხმყოფელნიც ცხონდნენ. ვინც ბოროტს სიკეთით ძლებს, ის დიდი ადამიანია ღვთის წინაშე. მოითმინე წყენა, უსიამოვნება, უსამართლობა, სხვას ნუ დაადანაშაულებ, იცოდე მიზეზი შენშია. უფალ სულს ცოდვათაგან განგწმინდოს, ამიტომაც თითქოს და დაუმსახურებელ განსაცდელებს გიგზავნის, მაგრამ კვლავ გეტყვი, რომ ეს განსაცდელები შენი ცოდვების გამო გეძლევა. ამიტომ ისინი უფლისაგან როგორც წამალი ისე მიიღე. ვინც გაწყენინებს ზეციურ მეგობრად შენი სულის მკურნალად ჩათვალე. მაშინ არანაირი წყენა აღარ აღგაშფოთებს. ის მხოლოდ მოთმინებას, სიმდაბლეს, სინანულს გასწავლის. სულს გაგიჯანსაღებს და ღმრთისათვის სათნოს გაგხდის. თუ იშვიათად სოდავ და გულს ხშირად გტკენენ, მაინც არა უშავს. ღმრთისაგან საზღაურს უხვად მიიღე. უფალი ბრძანებს, ნეტარ იყვნენ თქვენ რაჟამს კვედრიდნენ და გდევნიდნენ და თქვან ყოველი სიკვაი ბოროტი თქვენ და მომართ ციცრუით შენთვის. გიხაროდნენ და მხიარული იყვენით, რამე თუ სასყიდელი თქვენი ფრიადარს სათაშინა. იმ წყენას, გულის წყენას, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ღმერთი არ დაგიკარგავს. დათმენით ან ცოდვებისაგან გავიწმინდებით, ან უფალი გვირგვინს ვიმზადებს. მშვიდად იყავი, ვინც უსამართლოდ გექცევა, მას მკაცრი მსაჯული ჰყავს. უფალი, რომელიც ორივეს მიუკერძოებლად გამგზით. მაგრამ შენ ნუ გაგიხარდება, თუ მის თავს უბედურება დატრიალდება. ის ხომ შენი მკურნალია, ღმრთის მიერ გამოგზავნილი. მისი უბედურება თუ გაგიხარდა, ეშმაკის მეგობარი გახდები. ღმერთს იამება, როცა სხვას ცუდს არ უსურვებ, როცა ყველასათვის, განსაკუთრებით კი მაჭირვებელთათვის ილოცებ. ისინი შენი სულის მკურნალნი სულიერი მეგობრები არიან. ძალაუნებურად იკითხავ, როგორ მოვითმინოთ, როცა უსამართლოდ გვექცევიან, გულს გვიკლავენ. მართალი ხარ, მაგრამ განათავად ყოველდღიურად არ შეურაცხყოფ უფალს. განა არ გმობ მას, მის სახელს, შენი ურწმუნოებით და უსჯულოებით. ის კი იმის მაგევრად რომ დაგსაჯოს, გინდობს, შენზე ზრუნავს, რაც აუცილებელია, ყველაფერს გაძლევს. თუ შეინანებ, მეგობრადაც მიგიღებს. ამიტომაც შენც ვალდებული ხარ სხვას აპატიო. თუ არ მიუტევებ, უფალი არ შენ მოგიტევებს. ხშირად ახლობელი შეგხვდება, თბილად მიესალმები და სულიც შვებას იგრძნობს. ზოგჯერ კი პირიქით ხდება, მოყვას ალმაწერად შეხედავ და ღვთის მადლი სიყვარული ქრება. გამოცდილება ვიჩვენებს, რომ არ ღირს სხვებზე ცუდი ვიფიქროთ, რადგანაც ამ ფიქრებით სული წმინდის მადლს კარგავთ. თუ გვინდა, რომ სულიერი სიმშვიდე მოვიპოვოთ, ჩვენი შეურაცხყოფელნი არ უნდა შევიზულოთ. მათთვის უნდა ვილოცოთ.
ჩვენ მანამდე ვიტანჯებით, სანამ თავს არ დავიმდაბლებთ. თუ ვინმე გაწყენინა, მისთვის ილოცე და სულიერ სიმშვიდესაც შეინარჩუნებ. ნურც შენი გონების იმედი გექნება, ნურც ჯანმრთელობის. იცოდე მთავარი ღვთის მადლია. მისი დაკარგვა ყველაზე დიდი დანაკარგია ამ ქვეყნად. ადამიანისათვის ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს. იგი დიდი ღვაწლით ცოტამ თუ დაიბრუნა. ამიტომ მუდამ ხიზლად უნდა ვიყოთ, რომ სული წმინდის მადლი შევინარჩუნოთ. ბაღს ღობის გარეშე გათელავენ და გააჩანაგებენ, ხოლო ვინც საკუთარ ენას საზღვარს არ დაუწესებს, ის მთელ სულიერ მონაგებს გაანიავებს. მრავლის მეტყველება გონებას აბნელებს, რასაც ურცხვობისაკენ მივყავართ. ურცხვობა კი ავხარცობის დედაა. ვისაც დუმილი უყვარს, ის არც სხვას აწყენინებს და თავადაც უშფოთველი დარჩება. გიყვარდეს დუმილი, რათა შენში მოგრძალებამ დაისადგუროს. გულში მოგრძალება დაიმარხე, რათა მან ავხორცობისაგან დაგიცვას. ვინც ბევრს ლაპარაკობს, მხოლოდ გასაკიცხი კი არ არის, იგი ადამიანებისათვის აუტანელიცაა. ადამიანი, რომლის პირიდანაც ტკბილი, კეთილი და გესლიანი სიტყვები ერთნაირად ამოდის, უფსკულისაკენ მიექანება. ის ჰგავს თავაშვებულ ცხენს, რომელსაც აღვირს თუ არ ამოსდებ, გადაიჩეხება. უფრთხილდი ფუჭსიტყვაობას, განკითხვის ჟამს, ღმერთი ამაო სიტყვების გამო პასუხს მოგთხოვს. ღვთის სახელს ამაოდ ნუ ახსენებ, კრეხელობას ნუ იტყვი, ღმერთს ნუ განარისხებ. ჩვენი მტერი ეშმაკი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ რაიმე გვავნოს. ამას ყველაზე კარგი ენის საშუალებით ახერხებს, რადგან ადამიანებს ისე არაფერი აცდუნებს და არ ღუპავს, როგორც წინ მსწრები მოლაყბენა. თუ ვინმეს დარწმუნებას ეცდები, ფიცს ნუ დაიწყებ, თქვი ხო, ხო და არა, არა, ეს საკმარისი იქნება. მეტად მძიმე ცოდვაა სიცრუის თქმა. ამაოდ მეტყველება ურთიერთობაში სილაღეს, უჯერო სიცილს, ხუმრობასა და ბიწიერებას, ამ მომაკვდინებელ წყლულს ბადებს. ასეთი ადამიანის გული უწმინდური სულების ნავთსაყუდელს ემსგავსება. როგორც ფუტკრები იუტვიან კვამლისაგან, ისე განერიდებიან ფარველი ანგელოზები მოლაყბეებსა და მკრეხელებს. დუმილის მოყვარე ღმერთს და ანგელოზებს მიეახლება. პატარა ენამ, მაგრამ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ჩრჩილიც პატარა მწერია, მაგრამ დიდ საგნებს აფუჭებს, ზოგჯერ ანადგურებს კიდეც. ცუდი ენის წყალობით ბევრი ბოროტება მომხდარა, ოჯახები დანგრეულა, მეგობრობა გამქრალა და სხვა ათასობით უბედურება დატრიალებულა. მწარე სიტყვა ყველა შხამზე მავნებელია. თავს ნებას ნუ მისცემ, შენი სულისათვის რაიმე საზიანო მოისმინო, რაიმე საზიანო თქვა. თუ იმას არ მოისმენ, რაც საჭირო არ არის, ენითაც აღარ შესწოდავ. ლაპარაკზე მეტად დუმილი გიყვარდეს. თუ გაჩუმდები, გონებას მოიკრებ, თუ ბევრს ისაუბრებ, აზრები გაგეფანტება. ვინც მუდამ საკუთარ ცოდვებს ხედავს, მას ფუჭი საუბრების თავი და დრო არ აქვს. თუ თბილი ოთახის კარი ხშირად იღება, მისგან სითბო გადის. ასევეა სულიც, თუ ბევრს ილაპარაკებ, სითბოს დაკარგავს, რადგანაც მდუმარება შეკრებს, ხოლო მრავლის მეტყველება განაბნევს. ერთ სათნოებასაც კი თავშეკავებას ამაო და ფუჭი მეტყველებისაგან შეუძლია ადამიანი აიყვანოს სრულყოფილების მაღალ საფეხურზე.
დუმილის მოყვარე გაწაფულია სათნოებებში და პატიოსანია ღვთის წინაშე. ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ადვილად დაიმკვიდრებს. საჭიროა უსარგებლო საუბარს მოვერიდოთ და ურთიერთობა არ გქონდეს მათთან, ვინც ღვთის შის არ იმარხავს. კარგი საქმის კეთებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ვინც ხორხოცებს, დემონებს ემსახურება. უჯერო სიცილი და კადნიერება სულის გარყნის დასაბამია. ეს მრუშობის ეშმაკის ხრიკებია. უჯერო სიცილი ცრემლებს აშორებს. ადამიანს სულიწმინდის მადლს აკარგვინებს. სხეულს ხრწნის, სათნოებებს განდევნის. ღმრთის მადლი იმას კი არ ეძლევა, ვინც ლამაზად საუბრობს, არამედ იმას, ვინც სიკეთეს აკეთებს. ვინც სწორად ცხოვრობს, უსიტყვო საქმე შეუსრულებელ, განუხორციელებელ სიტყვას სჯობს. გონივრილი დუმილი ლოცვის დედაა. გაფანტული აზრების შემკრებია. თაებრივი ცეცხლის მცველია. ფიქრების მეთვალყურია. მტრის მოთვალთვალე მზვერავია. გლოვის დილეგია. ცრემლების მეგობარია. სიკვდილის გამახსენებელია. საუკუნო სატანჯველთა მხატვარია. მომავალი სამჟავროს გამომეძიებელია. მაცხოვრებელი წუხილის მსახურია. კადნიერების მტერია. დიდების მოყვარების წინააღმდგომია. გონების გამამდიდრებელია. სულიერ ხედვათა მომნიჭებელია. უჩინარი წარმატება, უხილავი წინსვლა. აი ასეთია წმინდა მამათა შეგონებანი, სწავლებანი დუმილის შესახებ და მოთმინების შესახებ. ხშირად ჩვენ თვითონ ვამჩნევთ ხოლმე, რომ ბევრს ვაპარაკობთ, ან მოთმინება გვღალატობს. და მახსოვრებაში ვამბობთ ამას, ასევე თავს ვიკავებთ ზოგიერთ შემთხვევაში, როცა გვახსენდება, რომ უნდა გავჩერდეთ, ან მოვითმინეთ. ეს ძალიან კარგია. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მუდამ ჟამს უნდა ვიმუშაოთ ამაზე. რადგანაც არაფერია ისე ადვილად ჩასადენი, როგორიცაა მრავლის მეტყველება. შეიძლება ბევრს არ ვლაპარაკობდეთ, მაგრამ ცოტა საუბრითაც ჩვენ სულსაც ვავნოთ და სხვასაც ვავნოთ. ან კიდე მოთმინების შესახებ. ძირითადად მოთმინება გვიჭირს ხოლმე მაშინ, როდესაც ჩვენში ამპარტავნება სიამაყის სოდვა მძლავრობს. ამიტომ უპირველეს ყოვლისა უნდა ვეცადოთ, რომ თავი დავემდაბლოთ. ეს ყველაფერი, რაც თქვენ მოისმინეთ, ეხება პირადულ ცხოვრების წესს. მაგრამ თუ საუბარია ეკლესიის სწავლების დაცვაზე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, როგორც გრიგორი ღვთისმეტყველი ამბობს, დუმილით ღმერთი გაიცემა. იქ გაჩერება და დუმილი დაუშვებელია. ამდენად უნდა განვასხვაოთ პიროვნული ცოდვა, პირადი ცხოვრების წესი და საზოგადო ეკლესიური აზროვნება და საკითხები. მერთმა დაგლოცოთ და გამოდით.